მეოსი ვარ, სუფთავოსი ვარ, ქმარი ქართველია და შვილები მყავს 6. 6-ვე ქართულ გვარზე არიან დარდილები. გოგოები ზოგი ქართველზე გათხოვდა, ზოგი ოსზე გათხოვდა და ძლები მყავს ოსები. ჩვენ არადროს არ გაგვირჩევია, რომ შენ ოსი ხარ და მე ქართველი. არა. არც ეხლა უნდა იყოს პრინციპში. აი ეხლანდელ დროში უჭირთ ხალხს. რატო არ უნდა გქონდეს ურთიერთობა ოსი და ქართველი? ყველა ღმერთის გაჩენილები ვართ. სულიერი ადამიანი, აი რომელსაც შეგრძნება აქვს, რომელსაც ადამიანური ხათრი სიყვარული აქვს, მაგან რატო უნდა გაარჩიოს ეგეთი რამთ? შენც ადამიანი ხარ და მეც ადამიანი ვარ. ღმერთმა იმიტომ გაგვაჩინა და იმიტომ გაგვამრავლა, რომ უნდა გქონდეს ურთიერთობა, სიყვარული რაც შეიძლება, იმედი და ღმერთის რწმენა უნდა გქონდეს შვილებო. მე კიდე ვლოცულობ დღე და ღამე რომ გაიხსნას და იყოს უწინდელი ურთიერთობა ხალხისადმი. აი როგორი? გაიხსნას. როგორი შევრიგდეთ, კაცო. ნუ ხარ იქნება ესეთი ისინი რაც აქამდე იყო ღმერთმა დაგვიფაროს ეს მკვლელობები ეს აღარ მოხდა. ვინ დამარცხდა და ვინ გაიმარჯვა? არც ერთმა არ გაიმარჯვა და არც დამარცხებულები არიან ორივე ეროვნება. თუ აქეთ დაიღუპა ხალხი, იქით არ დაიღუპა? და რატო უნდა იყოს ესე? ჩვენნაირად შესახორცებული არც ერთი ეროვნება არ არის. მე ვთხოვ ღმერთსაც, მთავრობასაც, შერიგდნენ და იყოს ურთიერთობა. განმტკიცდეს სიყვარული და სიხარული, როგორც უწინდელად ვიყავით, ისეთ კბილათა შეიძლებოდეს წასვლაც, მოსვლაც, დროებას მოაქვს ყველაფერი. და ეს რაც მთავარია, რუსეთმა აურია პირველად, ის ჩამოვიდა, როგორ გაანადგურა და როგორ იმასაკნა ქვეყნიერება. აი ნდე ლენინგოში ეხლაც ხო შეიძლება ჩვენი შესვლა, იქ მაცხოვრებლები, ვინც დარჩნენ ძირითადად მაგათ აქვთ საბუთი. და როგორც აი საბაზროთა თბილისში ჩავდივდით, ისე ლენინგოში მივდივდით. იქიდან დაწყებული აქამდე ლენინგური საითარი აღარც ვიცი. 83 წლისა ვარ, მაგრამ ვინატრებ იმ დროს. კიდე ერთხელ მაინც მოვესწრომეთი მაგალ ჩემ ლოცვაში, რომ თავისუფლად გადავიდე, ვნახო ჩემი ყველა შვილები იქ არიან. უცხო და არც ავცნობ შვილთა შვილებსა, 2-3